ცხინვალის რეგიონი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა და ამავე დროს უძველესი მხარე. საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო რუსეთის ფედერაციის მიერ გამოწვეული კონფლიქტი საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული იყო. დაიღუპა არაერთი ქართველი და 20 საქართველოს მოქალაქე. განადგურდა გორისა და ცხინვალის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, სამხედრო ბაზები და მრავალი სხვა. ილია გაბუნია, ნიკოლოზ ფორჩხიძე, ფელიქს კაკაურიძე, თეიმურაზ ბერიძე, მარლენ ბარამია, ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ირაკლი ჯანელიძე, ილია შეყლაშვილი, ზვიად კაცაძე, ვეფხია ჯიშკარიანი, ბაჩო, შმაგი კუპატაძე, ლევან მელქაძე, მიხეილ დვალიშვილი, კახა კოშაძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე. ეს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურია, რომელიც ცხინვალიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. 2008 წლის 11 აგვისტოს დღის 4 საათზე ამ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით შეიარაღებულმა რუსმა სამხედრო შენაერთმა ჩასაფრება მოუწყო ქართულ არმიის მეორე ქვეითი ბრიგადის კოლონას, რომელიც შედგებოდა მხოლოდ ავტომანქანებისაგან. მიუხედავად რუსული ჯარის ხელსაყრელი პოზიციებისა და საბრძოლო ტექნიკის დიდი უპირატესობისა, ქართულმა არმიამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მტერს. ამ შეტაკებისას დაიბადა 17 გმირი. მათ თავიანთ თანამებრძოლებს ტაქტიკურად უკან დახევისა და სამშვიდობოზე გასვლის საშუალება მისცა. ვინც დაიღუპა ბიჭები, ხო? აი მათმა, ასე ვთქვათ, გახსნილმა ინტენსიურმა ცეცხლმა განაპირობა ის, რომ ნაწილმა მოვასწარით სამშვიდობოს გასვლა. ილია გაბუნია, დაბადების თარიღი 1975 წლის 12 თებერვალი. დაბადების ადგილი ვანის რაიონი, სოფელი ზედაგორა. ოჯახური მდგომარეობა, ყავს მეუღლე და 3 შვილი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის. სიკვდილის შემდეგ ხრაში იყო მგონია ველაპარაკე და შაბათი დღე იყო და მე უთხარი დედა რა ვახარდო და კარგად ხალო რა გატირებს რომ მითხრა კარგად რომ მე სენაკში ვარ ჯერ არავის არ გაუწევი ვარო და რა ვიცი და მე უთხარი ომი დაწებულა და არი კარდამიქჩი ოჯახი შესმედი არაფერი გაგვაჩნია თქვა და არა ნუგეშინია შენო და მამიკონას მიეცინ მამიკო მალაპარაკე ახლაო და მე მამამისმაც რო დაელაპარაკა ტირილი აი დაიწყო ინსტინქტურა თაბარა და ტიროდა და იგივე შენ რო შენ ვაშკაცი არ ხარო დედაჩემს უნდა აძლევდეო იმეცო და შენ ტირი ხარო სამეთში მოდიან 14 საღამოს და მეუბნებიან ილუ აღარ არის. მე რას ვიზავთ, რა უნდა ბექნე. მე მომიყვანენ სწორედ ილია მეორე ვარ შესულიყო ვერ გამეიყვანე. ილია მეორის პადლობით, პადივიცემით გამეიყვანენ საზღლების. უნდა და ეს სახლი მოეწყო ბავშვების სწავლად და დასაქმება. ძალიან დიდი გეგმები ქონდა, მაგრამ საუბედუროდ ვერ მოახერხა. გაბუნიაზე სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯარისკაცი იყო ჩვენთან და ფიქრობდით, რომ ხანდახან ხუმრობითაც ეუბნებოდით. შენ მეთქი სანამ მეტეური არ დაგეცემა, მანამდე იცოცხლე დედამიწაზე ხამხელა კაც რა მოკლავს მაგრამ. ამ ადგილზე იყო ილია გაბუნიას გვამი, ეგრე ნატყვიარების ჩანს. ყველაზე ზდარავი ბიჭი ეს იყო. მე მადლობელი ვარ კიდე ღმერთის, რომ ჩემი შვილი კაცურად შეეწირა სამშობლოს იქ, სადაც საჭირო იყო იქ წავიდა და დამეყუპა, მაგრამ რა ვქნა. რუსლან წულაძე, დაბადების თარიღი 1993 წლის 30 აგვისტო. დაბადების ადგილი ლანჩხუთის რაიონის სოფელი ქვიანი. ოჯახური მდგომარეობა დასაოჯახებელი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის. სიკვდილის შემდეგ. რუსლანს ბოლოს ვესაუბრე 11 აგვისტოს. 11 აგვისტოს. და მირეკა ტელეფონით გამოგიძღა საოჯახო
საქმეები მითხრა ყანა არაფერი არისო და ბოლოს მითხრა რომ დედაჩემს უთხარი ნიტირისო ტელეფონით რომ ელაპარაკება ხანდახან მელაპარაკება ტელეფონით და ნიტირისო მე კარგად ვარ და 20 აურში ვარ წვნაზე პოლიგონზე ვარო და არაფერი არ ინევრულო არ ვარო იქ ომში არ ვარო და მეც რა ვიცი ისე ამბობდა მჯერავდა და Это моя беда, это мое горе. Я оплакиваю моих сыновей грузинских, оплакиваю моих братьев россиян тоже. Я бы не хотела, чтобы между этими странами вот такое было. Я хочу, чтобы мир был, особенно между Грузией и Россией, как раньше было. Я считаю, что у меня родина не только Россия, но и Грузия. Даже больше Грузию люблю, чем Россию. Я в России уже 20 лет не была, понимаете? Я родила грузинов, 3 сыновей. Мне это дорого. И все это, что вот есть грузинская вот земля, вот, это моя земля. Потому что я там родилась и выросла, я благодарна. Там мои предки. Но я буду здесь лежать. Это моя земля. Русы джарискаци, Саша Дроздовый. Я учился на факультете геологии. Перешел на 3-й курс и меня გეოლოგიურ ზებს სწავლობდი. მესამე კურსზე გადავედი და ჯარშიც გამიწვიეს. ჩემი ქართველი მეგობარი გია ავარიაში მოხვდა და გაწვევაზე უარი უთხრეს. მე ლოშა, კასატკინა და ძიმა ერთად მოხვდი. გაცილებაც ერთად აღონიშნეთ. გიას პირობა მივეცით ჯარიდან როგორც კი დავბრუნდებოდით, საქართველოში ჩამოვიდოდით და თებში ვიხეტიალებდით. მე ხომ გეოლოგი ვარ. ბაბუა ყოველთვის მეუბნებოდა, საქართველო ძალიან ლამაზიაო. მართლაც ლამაზი ყოფილა. საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით ყოველთვის იწვევდა მსოფლიოში ლიდერი სახელმწიფოების ინტერესს. ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება უცხოელების ბატონობა საქართველოში. სწორედ ბეთთან შეურიგებლობა მშობა, სამშობლოსათვის თავდადებული გმირები, გობრონი, თევდორე მღვდელი, დემეტრე მეორე, სამასი არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე და მრავალი სხვა. ემზარ წილოსანი, დაბადების ადგილი, ქალაქი ლანჩხუთი, დაბადების თარიღი 1978 წლის 7 ოქტომბერი. ოჯახური მდგომარეობა, მეუღლე, 2 შვილი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. სიკვდილის შემდეგ. ძალიან მხიარული ადამიანი იყო, ძალიან თბილი მეგობრების მიმართ, მოსიყვარულე. ქუთაისში ვიმყოფებოდი და ჩამოვედით აქ ისე გამოვიარეთ ლანჩხუთში და დაურეკეს, რომ სასწრაფოდ უნდა ჩასულიყო სენაკში. და ვთხოვე, რომ არ წასულიყო, ქუთაისში ჩამოსულიყო და იქედან წასულიყო. უბრალოდ მარაო დამირეკეს, არ შეიძლება რომ არ წავიდეო. არ იცოდა იმან არაფერზე უკან დახევა, არც საძმაკაცოს მხრიდან, არც რამეს დაავალებდი, თხოვდი, არ არსებული იყო, რომ მას ან არ მეეფიქრები, ან არ გეეკეთებია და რავი, იყო მაგარი ქართველი კაცი იყო და კაი კაცი იყო. ნუ შუადღე იქნებოდა ალბათ სადღაც ესე პირველი 2 საათი. მე რაც მახსოვს, შუადღე საათები იქნებოდა, უკვე აკოფებში ვიყავით გამაგრებულები და გაიცა ბრძანება რომ მანქანებში ყველა და ჩავხდით მანქანებში დაიძრა კოლონა. სადღაც რო გამოვცილით უკვე სოფელზე შინდიში შემოვდიოდით, წინ გადაგვიდგა 6 ტანკი იყო და 3 ბეტერი ეს. არ ვიცი ვერ გეტყვით ჩეჩნების იყო ან რუსების. ნუ ითქვა რომ ჩეჩნებისიც იყო და ცეცხლი არ გაგვიწეს უბრალოდ გაგვატარეს რა. გადავიდნენ გვერდზე. მე გიყო რომ უკვე შინდიში შევედით, ეთყობა იცოდნენ ჩასაბრება იქნებოდა ან თავისთავად ინფორმაციას ფლობდნენ და მეგვეშო ჩასაფრებაში. და საერთოდ ქართულ ესე გამოცხადა ტელევიზიით, რომ რუსეთმა კალიდორი მოგცა. ესე იყო სინამდვილეში, რომ კალიდორი მოგცა რუსეთმა. იქიდან მოდიოდნენ,
იქითკენ ამხარეს, უნდა მოეხვიათ იქითკენ და წამოსულიყვნენ, ჩვეული როგორც მოვიდნენ, ისე უნდა წასულიყვნენ. ვეფხია ჯიშკარიანი, დაბადების თარიღი 1968 წლის 20 მაისი, დაბადების ადგილი ხონის რაიონი, სოფელი ჭინჩხა, უკანასკნელი საცხოვრებელი მისამართი, ქალაქი ქუთაისი, ოჯახური მდგომარეობა, მეუღლე და 2 შვილი, მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, კაპიტანი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე დაჯილდოებულია მეორე ხარისხის მედლით საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმციკლო სამსახურისთვის. ვეფხია იყო ყველა ჯარისკაცისთვის საყვარელი ოფიცერი. ოფიცერი, რომელმაც იცოდა თუ როგორ უნდა მოქცეოდა ჯარისკაცს რა, ძალიან დიდ პატივს ვცემდით, ძალიან ვაფასებდი. სენაკში იყო მე და მე იქიდან რომ წამოვიდა, გითხრა რომ დაბლა დამხვდითო გზაზეო. მანქანას ვერ გავაჩერებო, კოლონა მომყავსო. ისე მაინც დაგინახავთ რა. ბავშვები ჩამოიყვანე და დამხვდით. მანქანა არ შევიჩერები, ისე გაიარა, ხელი დაგვიქნია და წავიდა. ისე. ვეფხია ჯიშკარიანი, რომელიც ჩემი სულიერი შვილი იყო. დღეს გაურკვეველია მისი ის, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, ის ჩემს უკან მოდიოდა. სამხედრო მანქანით ის იქვე ადგილზევე გარდაიცვალა. მისი ფრაგმენტები, მისი ცვლები, ნარჩენები მე მგონი ნაპოვნია თუ არ ვცდები. ირაკლი ჯანელიძე, დაბადების თარიღი 1987 წლის 18 დეკემბერი, დაბადების ადგილი ქალაქი ქუთაისი, ოჯახური მდგომარეობა, დასაოჯახებელი, მეორე ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის ჯარისკაცი, კაპრალი, 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის სიკვდილის შემდეგ. ინგა და ირინა ჯანელიძეები ირაკლი ჯანელიძის ტყუპიდები არიან. მათ ირაკლიზე წარსულში საუბარი უჭირთ. გარევით ეკით ისე რა დაგვაძინებდა და მე ღამის 2 საათი იყო ქუჩაში დგევართ სოყოლა და გადმორეყა ღამის 2 საათს 10-ში ღამე. არაფერს არ შეგეშინდეს რომ მალე ჩამოვალო ერთ-ორ დღეშიო დამთავრდება ყველაფერი და ჩამოვალო. ეს იყო და ბოლოს რომ ითიშავდა სიცილით იუმორიც უყვარდა საზღავს და თავისი ჩვეული გაცინებით და თავისი იმით ბოლოს სიტყვა მეთქვა ისევ თუ გინდაო სიცილით მეუნება თუ გინდა კოკოიტის თავს ჩამოგიტანო. არ მინდა ვიჯო მე ვთხარი კოკოიტის თავი შენი თავი ჩავამიტანე და ვეტი არაფერი არ მინდა მეთქი და კაი ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნებაო და გათიშა. 17 აგვისტო იყო რომ გამაგებინენ რომ ასე ილია მეორემ ჩვენმა პატრიარქმა გამოიყვანა 18 თუ 20-მდე მიცვალებული და ერთ-ერთს ცინკაზე აწერია გვარი ჯანელიძე. სამშობლოს გულისთვის დაიღო. ეგაჩი მიმედი ქუჩაში არ მოგდარ. ჯგუფში არაფერი მოსვლია. რაღაც უაზროთ არ დაგუპულა მე მგონი. მოვყევით ერთ-ერთ ჩასაფრებაში, სადაც მტერს ასე თქვათ ხელსაყრელი პოზიციები ეკავა. ასკილოკები გაგითებული ქონდათ აი კაკლები იდგა, ტრაქტორი როდგა. მოჭრილი ქონდათ სათესები იდგა და ზედიდგნენ პულიმეტები. ტყვის ხმა რომ მოდიოდა იმის ხმა გვესმოდა, ქარივით ხმა ქონდა. მოვასწარით რელსებზე გადასვლა. იქვე სადგური იყო გვერდზე, ფიქრობდით რომ იქ სადგურზე ვეპარები და რაღაცნაირად ან გავიგებ საიდან მოდის საპასუხო ცეცხლი რომ გავხსნათ. ჩვენს გავხსნათ ცეცხლი თქო. პირველი ჩემანქანას ესრულეს, რადგან იფიქრეს რომ ალბათ ხელმძღვანელობა ისდა, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ ტანკსაწინააღმდეგო გოჭური მოხდა მანქანას, ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, მე და მძღოლი. მძღოლი მაშინვე დაიჭრა. მე მუხლის არეში დავიჭერი. როცა ის მანქანა, რომელშიც მე ვიჯექი, დაფეთქდა, დაჭრილი მძღოლი იქვე
რომელიც ცდილობდა მაგარიდან გადმოსვლას ისიც გამოიყვანეთ. შევაფარე სამშვიდობოსაც ქვია. ლევან მელქაძე, დაბადების თარიღი 1984 წლის 8 ოქტომბერი. დაბადების ადგილი ქალაქი სამტრედია. ოჯახური მდგომარეობა მეუღლე და ერთი შვილი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის. სიკვდილის შემდეგ. Filosofos, no, por favor, Eduardo, Camraul dice, გახარებული იყო სასწაული დაფრინავდა. ვაშკაცი შემეძინა, შეხედეთ, ბიჭო, ვაშკაცი შემეძინა. ვერ გაწყაყა ღანე 2-3 დღე ვერ გაწყდა მის მოფერებით. ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარლე, ძალიან ყურადღებიანი. რო დავქორწინდით, წაიყვანეს ერთი მეორე დღეს. წაიყვანეს ბათუმში. რუსის ჯარი გადიოდა, რაღაც ობიექტს ტოვებდა და იქ უნდა დამდგარიყვნენ მაგათი ბრიგადა. შემდეგ წაიყვანეს ორფოლოს პოლიგონზე 2 თვით. ფაქტიურად გამოდიოდა, რომ მასთან ვიყავი რაღაც 4 თვე. აი ერთად ჩვენ ვიყავით 4 თვე. ამიტომ დავურეკავთ, რომ შეგრება და საჩქარო წამოდია და იმ წუთში არ არსებობს ვარიანტი, რომ ერთი ნახევარ საათი მაინც დაეგვიანებია, შუაღამეზე მიუდავებია წელში და წავიდა. დაწყებული მისი თანამებრძოლებიდან, მისი ამხანაგები, კლასელი, ყველა აბსოლუტურად სამინისტროს ყველას მე დიდი მადლობელი ვარ თქვენიც ყველასი, რომ ასე აფასებთ ჩემს შვილს, ასე გულთან მიიტანეთ ყველა. მართლაც აზეფრინავ, რომ ამისანა ბიჭი მყოლია. ნახდათ არ ვიცოდი თუ ამისანა ბიჭი იყო, მაგრამ არა, ეჭვი არ მეგარებოდა, უბრალოდ თუ ამდე შეძლებდა არ მეგონა. თუ ამდე შეძლებდა, რომ მე მის სახელობის ქუჩაზე გევიდოდი და მე ცოცხალი ვიქნებოდი. აი ნახდათ არ მეგონა. მისი შვილი ცივილის ალბათ მის სახელობის ქუჩაზე. დავინახე, რომ ჩემ მეუღლეს ჩვენი პოლიციის ბიჭები ელაპარაკებიან, ჩემი მოსწავლეები ყურებენ ის არის და დავინახე დათო და ბუბა და არ მესიამოვნა რა თქმა უნდა და რომ მივედი და უკვე მივხვდი რა იყო დათო მეოთხარი და ცრემლები რომ მოადგა თვალზე მივხვდი უკვე რაშიც იყო და ეთნოდეი და სეო დაიღუპა ლევანი ამთავრდა ყველაფერი ჩემთვის. მიხეილ დვალიშვილი, დაბადების თარიღი 1986 წლის 7 ივნისი. დაბადების ადგილი ვანის რაიონი, სოფელი მუქედი. ოჯახური მდგომარეობა დასაოჯახებელი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი. კაპრალი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის. სიკვდილის შემდეგ. ერთი მიზანი ქონდა, მამიკო, უნდა მივაღწიო, შენ ვერ მიაღწიევა. იავი იუმეო აფხაზეთშიო. და ვერ გააკეთებო, რაც უნდა გიეკეთებეო, მაგას მე შევასრულებ გავაკეთე. მე 9 კლასელი ბიჭი იძახდა, რომ უნდა წავიდე სამხედრო ლიცეუმში, მე რაღაცას, ანუ სამხედრო საქმეს უნდა მივყვეო რა. და ეგ იყო იმ პერიოდში სამხედრო სამსახური არ იყო ისეთი, რა ქვია, რაღაცა სოციალურად არ უზრუნველყოფდა რა ადამიანს თვითონ რა ეს იყო. ეხლა რო ფიქრობდე, ეხლა უფრო წლები გვემატება და ანალიზებ და აცნობიერებ, ეგ იყო უფრო სისხლის ყივილი და ვაშკაცური სულის მქონე ბიჭი რა, მართლა და რაც დაგვიმტკიცა, ყველა ვხედავთ რა მე ეხლა, რაც გააკეთა, ძალიან მაგარი კაცი იყო, იცით რა, კაი ტიპი იყო, ძალიან მაგარი. ერთხელ მოვიდა და მეუბნება,
დედიკო ლექსი რო დავწერო, რაზე უნდა დავწერო? დედიკო მითხარი ლექსი უნდა დაწერო საქართველოზე, სამშობლოზე, დაწერო დედაზე. რაც გიყვარს, ვინც გიყვარს, რაცაც შენ ხედავ რომ შენთვის კარგია, საუკეთესო ამით. იმას უნდა დაწერო დედიკო ლექსი თქვა. საქართველოს დაწერა ლექსი მაშინ პატარაიო. ხატად დაგიდგები, სანთლად დაგენთები, გაჭირვების დროსაც გვერდით დაგიდგები. დარც არ გაგრძნობინებ, ცხელს არ გაგვრემინებ, ტერს არ გავახარებ ჩემო საქართველო. შენთვის ვიცოცხლებ და შენთვის ვიარსებებ. მრავალჯერ ჭირნახულო, მრავალჯერ დატანჯულო, მრავალჯერ სის დავკრილო, ჩემო საქართველო. სისხლის გუბეში ბორგავს სხეულზე, წვიმის წვეთები დაედინება. ჩამორეცხილი სისხლის ნაკადი სადღაც მიწაში ჩაედინება. ტყვიის წვიმაში დანისლულ თვალებს გადაეყრება ოდესმე ბინდი. ტყვიან ნაკრავი უსულო გვამი დარჩება უკან საწმო საფლავში. ვერ შეგვაჩერებს ჩვენ ტყვიის წვიმა და ვერც სიკვდილის სატანის ხელით. ფიცი მივეცით სამშობლოს მიწას და მის კალთაზე დავიხოცებით. თვალებს დავუხუჭავთ კაცურად ყველა, მაგრამ აფხაზეთს არავის მივცემთ. დავიხოცებით ჩვენ ვაშკაცურად, რადგან მომავალს ერთობა მივცეთ. ცინკის ყუბოსთან, როდესაც მოვა, თვალცრემლიანი მშობელი დედა, თხომ-წარეცრემლით უდამიტირებს, რადგან ვაშკაცი ბრძოლაში კვდება. მე მინდა და რა იყო ყოფილიყავი ჩემი ძმის გვერდში და მე რო ბიჭი ყოფილიყავი ხო? თავისთავად ჩემი ძმის გვერდში ვიქნებოდი ახლა. ხრის მიწაშიც დაჟე. ლაჩრულად გამოქცევას, აი შეწირა თავი მირჩენია, მაგი რო ლაჩრულ ეცახში მოსულიყო და ბიჭებისთვის ზურგის შეექცია, მე მაგას კაცად არ ჩავთვლი. ძმა მეყოლებოდა, მაგრამ ის ჩემი ვაშკაცი გმირად არ ვაღიარებდი. სავარცხილედი მამიკო ასე ერთმანეთი არ მიატოვოთ, არ უღალატოთ ერთმანეთს. ყველა დედა ვალდებულია, შვილი ისე გაზარდოს, როგორც საჭიროა. ეხლა გითხარით ხო? როგორც საჭიროა. ის სონერთია სამშობლო სჭირდება, ადამიანი სჭირდება. ოჯახი სჭირდება, ისეთმა გაზარდო მთავარია პატივსანი უნდა იყოს. პასუხისმგებლობას არ უნდა გაიქცეს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ რას ქვია ჩემი შვილი პასუხისმგებლობას არ გაიქცა და არ გამეიქცა. ის ალბათ ღმერთისგან ისე იყო დაწესებული. ღმერთი ისე უნდა და როგორც უნდა და ისე მოახდინა. ასე რომ ადამიანები ვერაფერს ვერ შეცვლიდით. ღვთისშვილი იყო ღმერთმა წაიყვანა. ნიკოლოზ ფორჩხიძე, დაბადების თარიღი 1984 წლის 7 თებერვალი. დაბადების ადგილი ტყიბულის რაიონი, სოფელი ძიროვანი. ოჯახური მდგომარეობა დასაოჯახებელი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის სიკვდილის შემდეგ. ოჯახის შექმნა უნდა და აგვისტოს თვეში გაგრას, აგვისტოს ბოლოს. ჩამოვიდა 17 ივლისს. მოვიდა სახში 17 ივლისს და მეუბნება რომ დედიკო მითხრა ამ თვეში ახლა მე უნდა მოვიყვანო ცოლიო. გავემასხრე, რა ადგინდა დედიკო, მეუთხარი ცოლი შენ სამხედროში იქნები და ის რა ადგინდა თქვა. არა მასე არ მითხრაო. არ მითხრა დედიკო მასეო. დაუბული 11-ის შემდეგ ჩვენ ვერაფერს გებულობდით. მე სამღვდელობამ რო გამოიყვანა, თან ჩამოიყვანეს აქ და ისე მაშინ გავიგეთ. იმაზე ვართ მადლობელი, რომ გმირიშვილი გავგვიწდია და კარგი ბიჭი. თეიმურაზ ბერიძე, დაბადების თარიღი 1974 წლის 17 მაისი. დაბადების ადგილი ხულოს რაიონი, სოფელი კვატია. უკანასკნელი საცხოვრებელი მისამართი დედოფლის წყაროს რაიონი, სოფელი ფიროსმანი. ოჯახური მდგომარეობა ყავს მეუღლე და 2 შვილი. მეორე ქვეითი ბრიგადის 22 ბატალიონის ჯარისკაცი, კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის სიკვდილის შემდეგ. რა თქმა უნდა გული გწდება, მაგრამ გვეამაყება რომ აი ჩვენმა სოფელმა გამოზარდა ასეთი ვაჟკაცი და ვაჟკაცები. იმ დროისათვის 80-მდე ომში იყო ჩამბული ჩვენი სოფლიდან. იმ დროისათვის აგვისტოს ომში 80 ჯარისკაცი მე მგონი საამაყო ციფრია და აი ის გული ის დაგწდა რომ ის ერთადერთი აი გამოგვაგდა. მეგობრებისთვის თავს გადადებდა. და მართლაც გადაადო თავი
სამშობლოს შესწირა. ჩვენ გვეამაყება რომ მილი გახდა და წოდება მიიღო. ომში რო წავიდა ქობულეთში ვისვენებდი. 8-ში და 9-ში არ მეხმიანებოდა. დაკარგულიყო. 10-ში საღამოს დაგვირეკა. ხო არ შეგეშინდათო. მართლა შემეშინე, მაგრამ მაინც უთხარი არ შემშინებია მე. ეს ღმერთის წერა იყო. წინ კოლონა აგვიფეთქდნენ და შეიკელდა გზა. პირველი და ბოლო მანქანა აფეთქეს, მერე წამოვიდა ტყუების წვიმე. თითქმის ერთი მთლიანი მჭიდი დავცალეთ ავტომატების ყველამ და მეორე მჭიდი უკვე რო გავუკეთეთ მეორე მჭიდები სადგურზე ის რაღაც ძველი აგურებით იყო გაკეთებული ბარიკადებით იყო რა ეთქვა მანამდე დაანგრიეს რუსებმა და იქ გადავდიოდით ჩაგვიგდეს შუაში პასტორნიკე. როდა ვეცი ეს ბრონეჟილეტი რაც მეცო ეს საერთოდ დაფა არ ქონდა უკან აფეთქების შემდეგ. თუ სროლის იმით განსაზღვრავთ შესაძლოა ალბათ 50 კაცამდე ყოფილიყო. მაგრამ ტექნიკა ყავდათ, სამხედრო ტექნიკა ხო? უფრო ჩავშენ ტექნიკა იყო. რუსი ჯარისკაცი საშა დროზდოვი. Ცხინვალი мы вошли 10 августа. ცხინვალში 10 აგვისტოს შემოვედით. პერს ვერაფერს ხედავდით, მაგრამ როგორც კი გათენდა, თავი ამერიკულ ბლოკბასტერში მეგონა. ქუჩები სავსე იყო მიცვალებულებით და დამწვარი ტექნიკით. ერთი ჩვენი ჯარისკაცი ხმამაღლა ატირდა, მაშინ მივხვდი რომ ეს ომია. აღარავინ მახსოვდა არც გია და არც ჩვენი ეზო. რაც იქ გადმოგვცეს ერთ-ერთ სოფელში ჩვენს ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა. ჩვენს მაშინვე წავედით. რომ მივედით, ჩვენების საქმე ცუდად იყო. ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. ესენი ვინ არიან? ყვირო და მეთაური. ეშმაკები არიან თუ ვინ? მოკლედ, 2 ტანკი და 2 ჯავშან ტექნიკა ყავდა. 60 ჯარისკაცი ვიყავით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა. როგორც გავიგეთ, რამდენიმე ჯარისკაცი გვებრძოდა. ჩვენი მეთაური კარგ ახანს იდგა მათ ცხედრებთან. აი ასეთი ბიჭები რომ ყოლოდა მაშინო. მივხვდი, ჩეჩნეთის ომს გულისხმობდა, მაგრამ სიტყვა არ დაუმთავრებია ჩავსხედით მანქანებში და ცხინვალში დავუბრუნდით. მარლენ ბარამია, დაბადების თარიღი 1984 წლის 12 ნოემბერი, დაბადების ადგილი ქალაქი ოჩამჩირე, სოფელი ბესლახუბა. უკანასკნელი საცხოვრებელი მისამართი, ქალაქი სამტრედია, ოჯახური მდგომარეობა, მეუღლე და ერთი შვილი. მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ჯარისკაცი, კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის სიკვდილის შემდეგ. ეს ჩვენ გქონდა რომ ყველაფერს რასაც ბავშვს ვასწავლიდით, რასაც ამბობდა თუ ცეკვავდა თუ მღერო და ეს ყველაფერი დარჩენილი არის ჩვენ მის ტელეფონში და ჩემს ტელეფონში ყველაფერს იწერდა და შემდეგ ამას უყურებდა იმ დროს როცა არ უშვებდნენ სენაკის ბაზიდან. თეკო, შეშობიან თეკო. გეიფერში ახლა შარვალი გეიფერში მამა. არ გავუშ. დავახარ მამა. ჩემი გაი გოგო, შეხედე მამა ხანე. თვალები დაუბაჭუნე. კოცნა? ტუჩები ასე გაი. ბოლო მისი გაელვება იყო ჩემ თვალწინ. სენაკის ბაზარო გაიყვანენ, რუზი ისდა და მე ჩემი ხელით ჩაუგდე მისი ნივთები რაც იყო ახანე. ბედნიერად ბიჭებო თქვა, უთხარი ბედნიერად. ბედნიერად თქვა, უთხარი რა ცოტა იმედი. კეც მიხაროდა რომ მომესრო შვილი მიდის საომრად, კეც რომელ
ნორმალურ მშობელს არ ეშინია რომ შვილი მიდის საომრად, მაგრამ რო დაჭირდება ქვეყანას, აბა რა უნდა ქნა, ხო უნდა იომოს ბიჭებმაც. კაცი თუ ხარ უნდა იომო თუ დაჭირდება. მე ამაყება იმითაც რომ ალბათ ასეინება ღმერთმა რომ ყოფილიყო ასე სულიერად მაღალი. ეკლესიაშიც კი დადიოდა მორწმუნე იყო, მოგზიარე იყო. სიზმარში დაახლოებით 1-6 თვის წინ ვნახე და ისე მხიარულად იყო და მარტო ეს ერთი რაღაც მითხრა რომ წიგნი გადამიშალა ლოცვების და მითხრა რომ ეს ლოცვა წაიკითხოეო და ეს იყო მიწყალე მე ღმერთო 50 ფსალმი. პირობით იმასაც ვფიქრობ რომ ნუ რატო მაგრამ მეორე პირობით იმით უკმაყოფილებ გულს რომ ნუ ღმერთმა არჩია და რჩეულია რა. მით უმეტეს ისე რომ პატრიარქის დავალებით თუ რა იყო არ ვიცი ეს ღვთისგანგება ალბათ რომ გამოასვენებია პატრიარქა. ტელევიზორშიც რო იყო რომ პატრიარქმა გამოასვენებია ბიჭების ასწრაფოთი. აი მაშინ მართლა შრუანტელმა დამიერა თითქოს ტანში რომ ყვე ჩემი შვილი გამოასვენა. და ნახდათ მასე ყოფილა. კახა კოშაძე, დაბადების თარიღი 1986 წლის 4 მარტი. დაბადების ადგილი ქალაქი თბილისი. ოჯახური მდგომარეობა დასაოჯახებელი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. სიკვდილის შემდეგ. ქონდა ის თავისი ჟილკა და საიდუმლოს შენახვა. რომ მეც არ მითხრა. არ გეტყვიო. ტელეფონი ისმინებაო და მოგვისმენენო. და არ მითხრა სად მიდიოდა. მე რომ მოვიძიე მე ჩემი ძმის საქმე თუ რა მოხდა როგორანაირად დაიკარგა ესე უგზოუკლოთ რომ ყდარი არავის არ უნახია არც დაჭრილი არავის არ უნახია და 2 თვე გავიდა დაკარგულებში ეწერა 2 თვის განმავლობაში და შემდეგ ეს დნმ-ით ამოიცნეს მათაც სასაფლაოზე არის დაკრძალულიო. ალბათ არის საერთოდ სურათები და ის ცნობილი რომ ის მანქანის გვერდზე დამწვარი აგდიეს კოშაძეა მე არ ვიცოდი მე დნმ მასნა. ზვიად კაცაძე დაბადების თარიღი 1980 წლის 25 ივნისი. დაბადების ადგილი სოხუმის რაიონის სოფელი ზემოეშერა. უკანასკნელი მისამართი ბაღდადის რაიონის სოფელი როხი. ოჯახური მდგომარეობა დასაოჯახებელი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის. სიკვდილის შემდეგ. სუქანი იყო ძალიან რომ შევიდა კომანდოში და აგდებდნენ პირველად 108 კილო იყო მე აქ მეზობელი მუშაობდა ნუ გააგდებთ მონდომებულიაო და აღარ ჭამდა მარტო ერთხელ ჭამდა შუა დღეზე და დაიკნო მე 94 იყო თუ რატო და უხარო და ახლაც მაქვს ძველი შარვალი და შეხედე რამდენი მევიკელიო არავინ არ წამომყვება ხალო თუ არ დავიკელიო მიშველეო თქვენად გიშველო მე სისლან ვიცლებიო სად ახარ მეთქი და იმან ვერ მოსადრო სად იყო რუიში იყო თუ სად იყო ჟინდიში მეთქი აბა რა გიქ რანაირად გიშველო მე უთხარი სამღამი 3 საათი იყო გათიშა უკვე ტელეფონი всё კავშირი გაწყდა თვითმფრინავმა გადაიფრინა სამხედროებმა და ჩემი შვილს მომიკლავენ თქო თითქოს გულმა მიგზნო და ვიტირე მართლაც 6 დღეს მერე ჩემი შვილი დაიღო კაცაძეც არის ჩვენი ჯარისკაცი მანქანაში და არის ჰაილუქსში ფელიქს კაკაურიძე დაბადების თარიღი
1969 წლის 1 აპრილი. დაბადების ადგილი ყაზახეთი, ქალაქი ჯამბული. უკანასკნელი საცხოვრებელი მისამართი ქალაქი ქუთაისი. ოჯახური მდგომარეობა ყავს მეუღლე და 2 შვილი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ. ელექსი გაგაურიძე როგორც ასეთი ომში სანამ მომიქნებოდა მანამდე კარგად ვიცნობდი ქონდა ერთმანეთთან შეხება. ეკლესიაში დადიოდა ხოლმე, წირვებს ესწრებოდა. ვერ დადიოდა ხშირად სახლში. თვეობით უწევდა, რომ ვერ მოდიოდა ძალიან გამისცინდით. მაგრამ დროდადრო შევეჩვიეთ, რომ გახდა ჯარისკაცი და თვითონაც შეუყვარდა მისი საქმე. ჩვენთან ძალიან მეგობრული იყო, როგორც ძმა, ისე გვიდგა გვერდით. ძალიან თბილი მეგობრული. ეს ერაყიდან ჩამოგვიტანა. ნუ რაღაცები ჩამოიტანა კიდე და იმას რო იღებდა ეს თქვენო, ბარდღონია და პორტალი. როცა სათამაშო. ეს ამბავი რომ მოხდა, ვიცოდი რომ ერთად იქნებოდნენ და რომ მოვიძიეთ ეს წილოსანი დაუკავშირდით მის მეუღლეს მოვიძიეთ. და თვითონაც ჩემ დღეში იყო რომ გაიგო იგიც იქ დაღუპულა ორივე ერთად. შემოვიდოდა ეზოში უკვე იქით რომ იყვნენ და გააღებდა ჭიშკარს და დამიძახებდა ხაზი აიუშკა ასე თავისებური გამოვარდება მოეხოვდით კოცნიდით ვეფერებოდი და ქალბატონო დედა ასე მომართავდა ხოლმე ძალიან ძნელია ასეთი შვილის დაკარგვა ძალიან მენატრებოდი ილია შეყლაშვილი დაბადების თარიღი 1984 წლის 23 აგვისტო. დაბადების ადგილი ქალაქი თბილისი. ოჯახური მდგომარეობა დასაოჯახებელი. მეორე ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის ჯარისკაცი. კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის. სიკვდილის შემდეგ. საქმეს თუ მოკიდებდა ხელს, რა საქმესაც ხელს მოკიდებდა, იმას არ დაანებებდა თავს, სირთულეების და სიძნელეების არ ეშინოდა. აი ძალიან მოსიყვარულე ძმა იყო და ჩემს ზრუნავდა და ყველაფერს აკეთებდა ჩემი გულისთვის. ჩემი მეორე მამა იყო რა. სკოლა რომ დაამთავრე, მან მასწავლა, სწავლის კურსის მიხდი და რავი, იმნაირი ვიქნები თუ არა, არ ვიცი, შანსი თუ მომეცა, ვიქნები ალბათ. როგორც თვითონ იყო. რაღაც მიაზრე მეფის მეუთხარი შვილო მეთქი. აბა შენიც მეუთხარი, შენ მოვაშკაცობამ როგორ გადაიტანა ომებს და როგორ და არ მithქვია ომში ხარ თუ არა. აი ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა ხოლმე და აი იმ მონატრების გამო ჩავეხუტებოდ ხო ეხლაც მახსოვს მის სიტყვა. ან მონატრება. იგივე ცხოვრებით მინდა ვიცხოვრო, როგორ ცხოვრობდა ჩემი შვილი. ჩემი შვილი იყო ღრმად მორწმუნე, ეკლესიური 20-21 წლიდან მოძღვარი ყავდა, რასაც მოძღვარიობდებოდა ისე აკეთებდა. მე პირადად მის მერე დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. მანამდე აზრათა მქონია. და იმ მოძღვარი, ეხლა იმისი მოძღვარი, ჩემი მოძღვარია და რასაც მეუბნება იმას ვაკეთებ. ბაჩო შმაგი კუპატაძე. დაბადების თარიღი 1986 წლის 11 სექტემბერი. დაბადების ადგილი ჭიათურის რაიონი, სოფელი ღვითორი. ოჯახური მდგომარეობა დასაოჯახებელი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი. კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის. სიკვდილის შემდეგ. იმ 11 აგვისტოს დარეკა დილის 8 საათზე და მელაპარაკა იცინოდა დედა რაღაცინებს ბიჭო მე ვტირი ვარ თქო შენ რაღაცინებს დედა თქო სათხარ მანა თქო არსადაც არა ვარ დედა მობრუნდითო სახში მოვდივარო და 2 საათში სახში ვიქნებიო იმ 8 საათის მერე საერთოდ აღარ დაურეკია ომის დროს დაურეკე ტელეფონზე და მე უთხარი სადახარ ბაჩო მეთქი და მალე მოვალო და დედიკოს უთხარი რომ მალე ჩამოვალო და რამე ისეთი გააკეთეთ რომ ბიჭები მომყვებაო
და იმის შემდეგ აღარც ტელეფონზე დავლაპარაკებ ვარ არაფერი საერთოდ. და ენით აუღწერელია მისი მონატრება. მე მაგით ვამაყობ, იმით რომ ჩემაშვილმა საქართველოს გულისთვის შეწირა თავი. ის არ ყოფილა არავითარ ქურდობით, არავითარ რომ დამნანებოდეს როგორც ასეთი. შეწირა თავი საქართველოს გულისთვის. აუხრა, თუ საჭირო იქნება მეორე მყავს, იმასაც გავაგზავნე და მეც წავა. რა ღმერთს იმას ვთხოვ, რომ არ განმეორდეს ასეთი ამბავი და არ უნდა იყოს. ჩემი შვილი სადაც ასაფლავია, იქ ამ ჩვენ სოფელში არანაირი სალოცავი არ არსებობს. არ არის. ხო ყველას რომ თუ დაგვეხმარება რამეში რომ პატარა ეკლესია სალოცავი გავაკეთოთ იმ სასაფლაოზე. მეტი დახმარება და მეტი თხოვნა მე არაფერი არ ვარ. მეორედ გვესროლეს, მესამედ გვესროლეს, ერთი სამჯერ გვესროლეს იქ სადაც ვებდით. მეორე სროლაზე ჩემი მეგობრის გვერდით ვინც იყო ჯარისკაცი დაჭრილი, იმას კისერში მოხდა და გადაჭრა თითქმის თავი ნახევრად დასგურა. სადღაც 20 წუთი გაგრძელდა რა ეს. 20 წუთის შემდეგ უნიანმა დაიძახა ჩვენი ასეული ჯარისკაცმა თუ ვინმე ხარ თუ ცოცხალიო, გადმოდი თუ აქვე ვარო, მე დაჭრილი არ იყო თვითონ და აქვე ვარო და გადმოდითო რა. თუ ვინმე შეგიძლია თუ, იმიტომ რომ თვითონაც მისი ნათლული ეკავა ხელში, ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი და ვერ ტოვებდა. ჩვენ წვალებით წამებით გადავედით იმ ადგილზე, ეს პატარა შენობა არის, გარაჟივით შენობა არის რაღაც. გადავედით, იქ დახვდა უნიანი, მისი ნათესავი ყავდა ხელში. თვითონ მუხლებზე ედო თავი მის ნათესავს. მე დავწექი, ჩემი მეგობარი მიწვა კედელზე, ხა ძალა აღარ ქონდა, უკვე ძალა გამოცლები ვიყავით, არაფრის თავი არ ქონდა და ჩვენს გვერდით იყო კიდევ იქით კუთხეში ჯარისკაცი დაჩოქილი მკვდარი. თავიდან ჩვენი ჯარისკაცი გვეგონა, იმიტომ რომ ძალიან გავდა ერთი ჩვენ ჯარისკაცი, მაგრამ აღმოჩნდა რომ სხვა დანაყოფი ჯარისკაცი იყო შემდეგ რა. უკვე ისეთ სიტუაცია იყო, რომ ხა ჩასაფრება როცა არის, აუცილებლად მოდიან და ამოწმებენ ვინ დაიჭრა, ვინ გარდაიცვალა. და უკვე მოდიო რა, უნიანმა ავდგეთო და დავრეკოთო ნაწილში მამაოსთან, გვაზიაროს, ეხა უკვე გასაქცევი არსად არ აქვს თავის თავად. ამოიღო ტელეფონი და ისეთი სიტუაცია იყო, მაშინ ძალიან ცუდად იჭერდა ტელეფონები. ვერ დავუკავშირდით ნაწილის მამაოს. აქ ზოიძე იყო ძალიან ცუდად მცივაო ბიჭებო და ძალიან ცუდად ვარო და ავდექი და მამაუჩუნო წავიკითხეთ 4-ვე. მამაუჩუნო როგორც კი წავიკითხეთ და დავამთავრეთ, გადმოვიდნენ რა ბუჩქებიდან ერთი 3-4 ტანკი იყო. ზემოდან რუსები შემომჭდარდნენ. გვესმოდა უბრალოდ ციცილი და რაღაც ხმები მესმოდა. ეხა თავისებურად რაღაცას არ ვიცი. იცინოდნენ, რაღაც ლაპარაკობდნენ ის და ტანკმა დაგვიმიზნა ლულა. უნიანს მანამდე ეკავა ხელში ერგედი ლიმონკა. თავი უნდა ავიფეთქოთო რა, კაცები ვარ და კაცურათო მოვგდეთო. ტყვედ ჩავარდნაც არც ერთი არ ვაპირებდით. ხა უნიანი დაჭრილი არ იყო და ვეხორწებოდით. სამივე ვეხორწებოდით, რომ გეხორწებით, წადი, მიხედეთ თავს, ჩვენ თუ გადავჩებით, თუ ვერ გადავჩებით და ვაჟკაცურად დავჩებით აქ. შენ ხარ ერთი დაუჭრელი კაცი და შეგიძლია რომ თავი გადაიჩინო. არ მიგვატოვა. და ერთი აფეთქების ხმა მახსოვს, მეტი არაფერი. ალექსანდრე ონიანი, დაბადების თარიღი 1991 წლის 9 მარტი. დაბადების ადგილი ლენტახის რაიონის სოფელი ჟახუნდერი. ოჯახური მდგომარეობა დასაოჯახებელი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ. ყვარდა სამშობლო. ყველას თან გაიჩოო. ისეთი ძმა დავკარგეთ, რომ ძნელია ძალიან გადატან. 700 ლარს რო აიღებდა ხელფასს დაიტოვებდა მისთვის დანარჩენს დაგვირიგებდა ჩვენ ყველას. ბავშვებიც იხსენებენ, სულ ალეკობიძია როდის მოვა. ზეციდან გვიყურებს ახლა და როდის მოვაო სულ კითხულობენ. 29 ივლისში იყო სახლში.
თვის ბოლოს 29-ში. მე იმქანე ვიყავი მთაზე ასული. დაუტოვეს სახლში, მე გამოუძახებიათ. ცოცხარო არ ვიყო, ის ჯობია ჩემთვის. ამაყი ვარ მისით, რომ ასეთი გააკეთა, გულს ძალიან მაკლია. ვერასდროს ვერ დავივიწყებ ალბათ. ძმაკაციც იყო და ძმაც იყო, რასაც ქვია, ერთად ვიყავით სულ. თავისი იმით გააკეთა ყველაფერი კაცობით და ძმაკაცების მეგობრების სიყვარული იცოდა და გვერდში მოდგომაც და კაც ბოლოს ეს გავიგე, რომ გორელებს უნახიათ, გორელ ბიჭებს უნახიათ, რომ შედიოდა. სად მიდიხარო და ბიჭები არიანო შიგნით. ჩვენი ამხანაგები და უნდა შევიდიო, არ შეხვიდე, მე ყველა ერთად შევალთო და იცადე პატარა ხანი ვერ გამოყვალო და იგი ვიხარ და ალეკოა რონიანი და შევდივარო შიგნით. და შევიდა მაშინ ნახე თავის ეს ბიჭები დაჭილები. მისნათლული და ეს ისე იყვნენ ერთად, რომ მონათლა 24 საათი ერთად ყველგან ერთად დადიოდნენ. მოიხინეს ეს ივლისის თვე მოიხინეს, რასაც ქვია მაგრად. ბევრი რაღაცა უნდა გადაწყვიტო ამას რომ გააკეთე მართლა კაცი არ ვიცი. არ მეგონა რომ ასეთ რაღაცას მართლა გააკეთებდა. რომან ზოიძე. დაბადების თარიღი 1988 წლის 9 ივნისი. დაბადების ადგილი წითელწყაროს რაიონი, სოფელი ფიროსმანი. უკანასკნელი საცხოვრებელი მისამართი ქალაქი მარნეული. ოჯახური მდგომარეობა დასაოჯახებელი. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო საინჟირო ასეულის ჯარისკაცი. კაპრალი. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდიში გმირულად დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ. მე თავიდან წამოსული პატრიოტი ვიყავი საქართველოს მიმართ და მეც მიყვარდა ისტორია და ჩემიდან ჩანერგული ქონდა რომ უნდა ყოფილიყო საქართველოს და მის სამშობლოს მოყვარული. ხო და ეს ჩანერგილი მქონდა რომ ის ბავშვს უნდა გაეკეთებია ის რაც გააკეთა. არ უნდა ყოფილიყო მოღალატე, არ უნდა ყოფილიყო სამშობლოს სადმე სიყვარულო. ხო და ეს თავისით ნათლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი მან გააკეთა და მართალია 20 წლის შვილი დავკარგე, მაგრამ მაინც ის მეამაყება, რომ გმირი შვილი მყავს. ზურგში თუ მოხვდა ტყვია, მაშინ რა ჯარისკაცი ხარ? რახან ჯარისკაცი ხარ, ფორმას იცმევ, ხარ შეწირული, ქვეყანას უნდა ემსახურო. ხშირად იცოდა ასეთი ხუმრობა, რომ ან რო გატალახიანდებოდა ან რაღაცა, აი ამ გატალახიანებულ ფეხსაცმლებს და გატალახიანებულ ბათინკებს ფსოუზე უნდა გავირეცხო რა, ეგაა ჩემი ოცნება. ქონდა ასეთი რაღაცა, დედა სამშობლო ცხინვალი რა, დაიყვირებდა და დადიოდა და რა ვიცი, ალბათ ეს თავისი ბედის წერა იყო, რომ იმ ცხინვალში უნდა დაეტოვებინა თავისი ვაჟკაცური სულით. ერთი გზა იყო მარტო მანდ და ის გზა იყო, რომელი გზაც მათ აირჩიეს, ეს იყო გმირულად თავის შეწირვა ჩვენი ქვეყნისთვის. გახსნა უმბარა, თავი აიფეთქეს. ეს იყო ერთობლივად შეთანხმებული გადაწყვეტილება ნათლიეს და ნათლოს შორის. აი ამ ადგილებზე იყო ეს ორი გომის ნაწილები რა, მოფანტული, რომ აიფეთქეს თავი და აი ეს სისხლები იმის იმ ზოიძესი და ბონიანის, აი ეს სისხლები. ის ჩემს შვილთან ერთად დაიღუპა, მათ შორის გაძლებას ვისურვებ. რა უნდა თქვა, ძალიან ძნელია საუბარი. იქ რაღაც მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, ისმოდა რა ერთი 15 წუთი ტანკების პრობლემის მეტყობა დადიოდნენ მანქანებზე ზემოდან, ასვებოდნენ, არ ვიცი ახლა მაინც დაგდებული ვიყავი, ძირს და ვერ უყურებდი იქ რა ხდებოდა. აფეთქებიდან არ ქონდა თითქოს იმდენად აზროვნების, ჩემთვის იყო წამები ყველაფერი. მე არც საათის შეგრძნება მქონდა არაფერი, უბრალოდ 20 წუთი მახსოვს, რომ რაღაც მომენტში იყო, იმიტომ რომ ეთყობა ის 20 წუთი ვიყავი სულ ხიზლად. რომ ძალიან ხშირად კარგავდი გონს.
სისხლიდან ვიცლებოდით ან აი ამ ადგილზე იყო 3 მიცვალებული. ერთი მანქანაში ჩაწვდი მეოთხე. 2 კიდე ეგ დაწვლებები იყო, 2 იქ დაიღუპა. 2 მიცვალებული იქითკენ ამხარეს წინ განხმარი ხეები იყო შადებში. აი ეს ეყარა ჩვენი მანქანების შავზე ხო ეტყობა. ძალიან დიდი ვაჟკაცობა გამეიჩინეს ხოდაშორის შენგისის მაცხოვრებლებმა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე რო იქ ვენახე მაგათთან ერთად დაჭრილი გადავყავდი, აუცილებლად მაგათაც და მეც აუცილებლად მოხლავდნენ, იქ შანსი არავითარი არ ქონდა გადარჩენის. მაგრამ საერთოდ არ შეშინებიათ არც ტრების, არც არავისი, უბრალოდ გამახვიეს ადიელაში და აი არ გვაინტერესებს რა თუ მოგდებითო შვილო, თქვენ გვერდით მოგდებითო და ხელა რისკი გაწიესო, თითქმის რუსებიდან გამოგვიყვანეს რა. სროლების შემდეგ მოვედით 1 საათში. თავიდან ვიყავთ 4. ზაგურაშვილი ვიყვნენ, ბიზა და დიშვილი. ხო და ის ზაგურაშვილი ნუკრი და ეს შალვა გადმოხდა აქა და დაგვადგა ეს ისა რა ქვიან, აი ბეტერი იმათი, რუსებისაი. და ისე მოხდა რომ აღარ გადმოხდით ჩვენსა და გავჩერდით. ხო და ამ ზაგურაშვილმა და ნუკრიმ და იმან რა ქვიან, შალვამ ეს დაჭრილი შეათრიეს აიქ. დამალდეს, აიღეს 2 ცალი ავტომატი და გადმოვიდნენ ეგრევე. ემაზოსემა რო ჩამოიარეს, მე ისევ შევხვდით. და იმ ღამე მე მოვიპარეთ ის დაჭრილი მე და შალვა. რომ მივიდოდით, რომ იქ გვამია, მივდიოდით, ხო არ ვიცით გვამია თუ დაჭრილია. მივიდოდით, ნახულობდით იმ წუთში. ცოცხალი იყო თუ მკვდარი იყო. ხო და მე უკვე თუ მკვდარი იყო, უკვე მკვდარს ვანებებდით თავს, იმიტომ რომ იმას ვერ გავიყვანდით, გარშემო სურუსები იყვნენ. რომელიც დაჭრილი იყო, იმებს ისინი გავყავდა. ბევრი არ იყო, 5 კაცი იყო. ამ 5-დან 3 იყო მძიმედ. მე ეგ უბნის ბიჭები მოგვეხმარნენ ადიელაში გახოვული ამ დაჭრილის გადაყვანაში, უაზამდე მიგვეყვანა. მაგრამ იმ ხალხმა რაფერი პატივიცენ ამ ბიჭებს პამიანტი გოუგეთენ, ეგანე ჯვარი გოუგეთენ, 40-მდე ჩასული იყო, ყველაფერი გოუგეთენ. მოსახლეობა გოუგეთეს და სახელი გვარით ყველაფერი და ამ ბიჭებს პატივცემენ დღესაც. მიდიან სონასაბარი გობენ. Когда туда приезжаю я, люди приходят, там уже кресты стоят у ребят. И всегда самое характерное то, что не забывают никогда их. Около них всегда люди. წითელი ჯვარი არ შემოუშვენებს არავითარ წითელი ჯვარი უარი განაცხადეს და შემდეგ ილია მეორე ჩავიდა გორში და დიდონ ვინც იყო გორის კომენდანტი რუსი. აი მესაუბრა იმ კომენდანტს და შემდეგ მოხდა ისე რომ ამაუები დაждდნენ მანქანებში და გტრები და დაჭრილები გამოყვანეს იქიდან. ილია მეორე
საგადოების პატრიარქმა მაგანიცოს 100 წელი და 200 წელი მაგან გამიყვანა ბიჭები და რა უნდა მექნა მე ამდექედა შევედელი ამ ორის მადლობა მოუხადე ჩასული ვიყავ მე და შემოუღლე კამები და ამეთ ესკაზე შეიკრა შემოუღლე ასე გუჩი და იტირა სულ ეგ სურათები და ხალექსები და ხა ეხლაც მაგარ პატრიარქს საპატრიარქო ეუფიატოდი მაგარ პატრიარქს შემოუღლე ხლა იმაში არის მონასტერში მადლობა უთხარი რომ მიშიკო მიყვანა გამომიგზავნა უბრალოდ მაგრამ რომ არ გამოიყვანა და მინდა რომ მადლობა მთელ საქართველოს გასაგონად მთელ სოფლის გასაგონად უთხრა რომ ჩემი შვილი მეორეჯერ მაჩუქა ჩვენი პატრიარქო ილია მე უფიანტოვი და მეხმარა ავისი ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ ჩემი დედაუები არ მყავდეს მე დაღუპული ვიქნებოდი ბაღდადის დედათა მონასტერმა სული ჩამიტკა ასე ყველას ის დიდი მადლობა თქვენს და ყველას მთელ საქართველოს ქართველ ხალხს ვინც გულთან მიიტანა აგვისტოს საშინელება კერძოდ პატრიარქს საპატრიარქოს მე მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ აი რომ მე საფლავი მაქვს და უსაფლავო შვილი დაკარგულ შვილს ავდირი მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ უწმინდესის და უნეტარესის რომ ჩემი შვილის გვამი რო გამოვიდა იქ ვერამი ვერ მოახერხა სხვამ და ჩემი შვილის გვამი იქიდან მე ეს მაინტერესებს როგორ მოხდა მინდოდა თქვა მაგრამ არ მოხერხდა თუ მიწდება ჩემი ხმა პატრიარქს დიდი მადლობელი ვარ რომ თავის დროზე რო კი მაინც ამოცნობა ჩატარდა და ამოვიცანეთ რომ ნამდვილად და ვიცი სად არის დასაფლავებული გმირთა სახელით მიწას სული ძურის გმირი მაინც უყავს ვერ ვიტყვით ძვირსა ვითარცა ცხრაძმა ხერხეული ძის ცაში გული ძგერს 17 ძმისა ბევრმა ქარქაში ხმალი ჩააგო თქვენ სულებს ცაში მარად შევყურებთ თუმცა საქართველომ ომი წააგო თქვენ გიმზერთ მარად გამარჯვებულებს თქვენი სიკვდილი იმ სიკვდილს არ გავს თქვენ სახელს სხივი ადგას ღვთიური წუთი სოფელი კარგია მაგრამ უფრო დიდია მარადიული Руси джарискаци Саша Дроздови. Это была не наша война. Нам вообще не нужна была война. Es арიყო ჩვენი время вы осетины будете. ჩვენ ომი არ გჭირდებოდა. Ну а мы будем выглядеть. Ола დრო და თქვენ და ოსები ისევ ერთად იცხოვრებთ. ჩვენ კი ძალიან ცუდები გამოვალთ. სახლში ერთი წლის შემდეგ ჩავალ. Самое плохое, что в გია ალბათ გამიგებს და არ იტყვის ჩემთან მეგობრობაზე უარს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ საქართველოს მთებში სახეტიალოდ ვერ ჩამოვალთ. შეგწყვება. Თანარს ღმერთი დიდება უფალს და მადლობა უფალს ყველაფრისათვის მე დარწმუნებული ვარ რომ აღდგება შვიდობა აღდგება მეგობრობა ჩვენ ორ ერებსა და ქვეყნებს შორის ღმერთმა დაგლოცოთ ვაშკაცობა ძველთაგან მოხდეს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს, რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი ჯარაზე და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნით ამ ქვეყანაზე. ჯაჭვად გადავმულთ მხარბეჭ მიყრდნობილთ ერთი სიზმარი ეზმანათ მთათა
ერთი ნაღველი და ერთი ფიქრი ამ მოჩვენებამ აღუძრა მათ. Les brouillards étendus ont des langues coulées, gisant entre les monts dans le sillon des vals, les cimes dans le ciel se dressant rassemblés, tels des frères unis par un amour égal, par un amour égal, par un amour égal, par un amour égal, égal, égal. თავისუფლება სულს ისე მოსხურდა, როგორც დაჭრილი რმების გულს წყარო ანკარა. დიდება ხალხისთვის დაღუპულ რაინდებს, ვინც თავი გაწირა, ვინც სისხლი დაღვარა. სიყვარულისთვის, 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 დედამიწაზე სიყვარულისთვის. Liberté, l'âme assoiffée t'appelle, comme un troupeau de cerfs blessés, la source claire. Honneur pour l'homme torturé, leur souvenir est sur le monde un cierge allumé. Pour un amour égal, pour un amour égal, pour un amour égal sur le monde, pour un amour égal. Jadrat gadabmu, kharbech miqrdnobit, ჩვენ მედგრად დავხვდებით ტრის რისხვა მუქარას. გათენდა შევერთით, შევერთით დროშები, დროშები, დროშები ჩქარა. სიყვარულისთვის, სიყვარულისთვის, დედამიწაზე სიყვარულისთვის. Pour un amour égal, par un amour égal, სიყვარულისთვის, დედამიწაზე სიყვარულისთვის.